რომ დაუბრუნდეთ ტელეკომპანია იმედზე უსაფუძვლო თავდასხმაში სარგებლის მაძიებლებს გამჭვირვალობა საქართველოს ზეწოლა ქართულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე. გაგიგაურის ორგანიზაციამ ამჯერად თავისუფალ მედიაზე ბრიტანეთის უსაფუძვლო თავდასხმის მონიტორინგი ითავა. მარიამ ქართველიშვილი გვერდება. Ari თანამშრომლოთ თორემ დასანქცირდებით. მუხარის ავტორი ეკა გიგავრი და მისი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოა ქართულ მედიაზე ზეწოლის და თავდასხმის შემდეგ ქართულ ბიზნესზე ზეწოლა საკუთარ თავზე ეკა გიგავრმა აიღო. გიგავრის არასამთავრობო ორგანიზაცია აპოკალიფსურ სცენარს აქვეყნებს და ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს ძახილის ნიშნით ემუქრება, რომ არ მიიტანონ რეკლამა, არ ითანამშრომლონ იმედთან წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებით დაისჯებიან. ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავოს იმედისა და პოზიტივისთვის ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ ნებისმიერი სახის სახსრების მიწოდებისგან, სერვისის გაწევისგან და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ეს პირი თუ კომპანია დადგება მეორადი სანქციის რისკის წინაშე. ეგრეთ წოდებული უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი ქვეყნის უფლებების ნაცვლად სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავს. მთავრობის მეთაურისთვის გიგავრის NGO-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იმ ანტიკონსტიტუციური ქმედებების გაგრძელება, რის გამოც ამ ორგანიზაციის რეიტინგი განულებულია. ეს არის ძალიან მარტივად სამშობლოს ხალადი, მოღალატეობრივი დამოკიდებულება, ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. ეს ორგანიზაციაც განიხილება როგორც ეგრეთ წოდებული უფლებადამცველი მათ შორის ორგანიზაცია, აი ჩვეულებრივად უცხოური აგენტურის ილუსტრაცია. არათუ არ რეაგირებენ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფაზე, პირიქით ცდილობენ კიდევ უფრო გააღრმავონ ამ ხელყოფის ხარისხი საკუთარი ჩარევით. ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ეს არის მოღალატეობრივი ქმედება. ასეთი ქმედებების გამოა, რომ ასეთი ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობის რეიტინგი არის აბსოლუტურ ფსკერზე. ყველა ხედავს საზოგადოება აფასებს, საზოგადოება ხედავს, რომ ისინი არიან მოღალატეები, ისინი არიან ტრულად განწყობილი საკუთარი სამშობლოს მიმართ, საკუთარი ქვეყნის მიმართ, მთელი წლების განმავლობაში ეწევიან ტრულ საქმიანობას და ამის გამოა დაცემული მათი რეიტინგი ნულამდე. რაც შეეხება კიდევ ერთხელ სამართლებრივ რეაგირებას, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება უკვე შეფასდა როგორც ზეწოლა და თავდასხმა ქართულ მედიაზე. გარედან დაწყებული შემოტევის ესტაფეტა ეკა გიგავრის NGO-მ ოფიციალურად გადაიბარა.